რაიმე ტრადიცია თუ არსებობს, რომელიც მამებსა და შვილების ურთიერთობაში, რომელიც იყო ადრე, არის ახლაც და გაგრძელდება კიდეც. ნუ ეხლა როგორც ინდოეთში იქ პატისცემა ცოტა სხვანაირია შობლების. ძალიან სხვანაირად. რო ეხლა საქართველოში უფრო ძალიან მეგობრულად არიან მამა და შვილები. იქ ცოტა ერიდებიან მამას, მაგრამ პატისცემა ძალიან მეტი, ანუ მაგის სიტყვა შეიძლება რაღაცა მოსწონს ბიჭს ძალიან უნდა და მამას თუ უარია, ნუ იქიდან 90% შვილი არ გააკეთე. თუ მამამ უთხრა. კი, ანუ ცოტა მამას შეიძლება 50 წლის ბიჭია მამასთან ეწევა ან სხვა მამასთან არადროს არ დაждდება დასალევა თან მოწ ეს მაინც ერიდება თავისი ანუ მამამ არ გაიგო ეგეთი ნუ მამას კაი სახე უნდა კონდე მამას შვილი რო ჩემი შვილი კარგი ისე თვლება იქ სიმკაცრე იცია სიმკაცრეა კი მამა კაცრია ინდოელი კაცი თავის შვილებთან კაცრია აი რაში გამოიხატება ეს სიმკაცრე აგრძალვები ბევრი აგრძალვები ეხლაც მე რომ მივდივარ ინდოეთში ნუ ხუძიერ უნდა დამერეკა მამა სად ახარ რომელ საძემო ეს უნდა იცოდე მამამ როდის მოვა ან დედამ მაინც აქ ეგეთი არ არის ბიჭი 20 წლის ახლა რა უნდა მაგას კითხვა რომელზე მოხვალეს აქ ცოტა ნაკლებად ყურადღება მიაქვს იქ ღამეა სად ახარ აქაური კულტურაც ნახეთ ინდოეთს კარგად იცნობთ აი რას გადმოიტანდით ინდოეთიდან აქ და რას გადაიტანდით ინდოეთიდან საქართველოსთან ინდოეთში არაფერი გადმოტანა არ ჭირდება იმიტომ საქართველოსაც ტრადიციული ქვეყანა ის მე მგონი იქიდან უკვე ბოლო ქვეყანა სადაც არსებობს ეს მამა შვილი ბიძაშვილი დედაშვილი ამის მერე იქით ევროპაში უკვე მორჩება ეს ყველაფერი არ არის მე მინახია ევროპაც საქართველოს ის ადგილზეა აქეთ სხვა კულტურა იქით მაგათ სხვა კულტურა და საქართველამდე კი არის ეს ოჯახი მაგი პატისცემა მეგობარი ეგეთი რამე